We'll have contact with them today. There's already been ჩვენ დღეს დავეკონტაქტებით რუსულ მხარეს. სხვადასხვა დონეზე კონტაქტები არსებობს და ასეც გაგრძელდება. მთავარი შეკითხვა აქ რუსეთის რეაქციას ეხება. ჩვენ მათ ინფორმაციას პირდაპირ მივაწვდით. ვეტყვით, რომ უკრაინა მზადაა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები ფრონტზე და დაიწყოს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი პროცესი. ვნახავთ, რა იქნება პასუხი. თუ პასუხი იქნება დიახ, ეს მოგცემს პროგრესისა და მშვიდობის შანსს. თუ კი პასუხი იქნება არა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო და მათ განზრახვებს ძალიან ნათელს გახდის. თუ პასუხი უარია, ამას უნდა შევეგუოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები სწორედ ამის საფუძველზე. ვიმედოვნებთ, რომ პასუხი იქნება დიახ. პირველი ნაბიჯი იმის მიმღეობაა, რომ ეს კონფლიქტი ვერ გადაწყდება სამხედრო გზით, რადგან ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს თავის მაქსიმალური მიზნების მიღწევას სამხედრო მოქმედებების გზით. ერთადერთი გზა ამ კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია. უნდა დავიწყოთ სამშვიდობო პროცესი, რაც რთული ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ყოველდღიურად კლავენ. იმედი გვაქვს შევძლებთ ცეცხლის შეჩერებას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მხარეებისთვის მისაღები შედეგი დადგეს. უკრაინის შემთხვევაში ესაა გრძელვადიანი უსაფრთხოება. უკრაინელებმა თქვეს, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებაში არაა, არამედ მათ სურთ თავიანთი ტყვეების, თავიანთი ბავშვების უკან დაბრუნება. სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინას ასევე სურს გრძელვადიანი უსაფრთხოება. რა აზრი ექნება ამ ძალისხმევას, თუ წლების შემდეგ ომი ისევ განახლდა. ამიტომ კითხვა ეხება სწორედ შეკავებას. შეძლებს თუ არა უკრაინა შექმნას შემაკავებელი მექანიზმები შესაძლო თავდასხმების შემთხვევაში მომავალში და მას ამაში არავინ ედავება.